ყველა ქალი ხომ ლამაზი არის თავისებურად ყველა ქალი ხომ ლამაზი არის თავისებურად მოგესალმებათ ბუნკერი დადგა 26 წელი ჩვენ კვლავ YouTube-ზე ვართ ეს ახალი საინტერესო დაწყებაც ავითვისეთ რაგავზე ვართ კი ყველაფერი ისე ჩობა და არ გადმოგვიწევს რაღაცები გადმოყვა ყველაფერი ვერ დავტოვეთ 25-ში მაგრამ იხდენს რაღაცნაირად თემური აღიაროთ რომ იხდენს და ძალიან უხდება შვეფსის ფერების ზედა მოგეფერებ შვეფსის ფერები მოგეფერებ შვეფსმა შემიკერა ის ფორმა გაზისგან არის შეკერილი ძმებო აბა როგორი ნასაცივარები ხართ მოყევი მე სხვათა შორის ძალიან მოსაწყენი ახალი წელი მქონდა ვიწექი მეძინა სერიალებს უყურებ და ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე რომ გითხრა ეგრევე ტყუილში მიდი კარგი და მივიტყვი რომ მარტო ორ სერიალს უყურებ ყველა რო ღრეობდა და ოხშივარის და უბედურების სუნი იდგა 1 იანვარს დილით მე გამოვედი ტოტოსთან ერთად ჩემი ინვალიდ ძაღლთან ერთად უკვე და ალხში იგორავე არ არის ინვალიდი კარგად თავის სასაქთანში 13 წლის არის და კარგად არის დადის რა რომ დაკوكავ თუ სიარული ქვია ხო მაგას თუ სიარულს დავარქვი დადის და ბედნიერი ვიყავი იმით რომ მთელი ქვეყანა იყო უბედური და ცუდად და შენ იყავი კარგად მე კარგად ვიყავი ჯანზე განსხვავებული მეც პრინციპში პირველი 31 პირველი 2 კარგად ვიყავი და როგორც კი 2-ის ღამე დადგა დაბლა ჩავედი ახვედი მაღლა ავედი მურმანასთან წავედი და ძალიან კარგად გავერთე ჩვენ მეგობარ სივრცე საჭაშნიკეში პაბ რესტორან საჭაშნიკეში ძალიან კარგი ბედობა შემოვიდეთ მაგრა გაასწორა მაგრა გავერთე რესტორან საჭაშნიკეს იქ თუ მილოცები იქით არის საჭაშნიკე იმაზე დგას მეორე კამერა მეც ისეთი ახალი წელი მქონდა ვერ გავიგე კარგად 2025 წელს ძილი მქონდა საკმაოდ არეული ბოლო ხანებში და ჩაფიქრებული მქონდა რომ ძილი უნდა მომეგვარებინა და სამდღიანი შვებულება დავწერე აქედან 2 დღე მაინც სამსახურში ვიყავი 2 დღე წერაში გავიდა იმ ეს ხო ნელაწერს ანდითხავსებ მაგრამ სამაგერო ძალიან ლამბაზი კალიგრაფიით დავწერე ის შვებულების განაცხადი რომელიც არ დაგიდასტურეს და ერთი დღე ელოდებოდა დაგიდასტურეთ ახალი წელი მოვიდა ამახასწორე საერთო კამერია ძილი იმიტომ რომ ძირითადად თვალ ხალხს დავსდებდი აქეთ-იქეთ და დავატარებდი მანქანით და მანქანით ანუ შოფერი იყავი შოფერი შოფერ ბიჭო ეგ დროს აი შევცა ფხიზელი ხარ და ტიპები ბუხოი ტიპები გადაყავს შეგიძლია რაღაც ბადარე კარმანშიკობა შეითავსო და რაღაცები ამოაცალო ჯიბები ანუ რატო პირდაპირ საკომისიო ეჭები ერთად გავხარეთ ეგ სწორია საკომისიოები უნდა აიღო ხოლმე მე მაგალითად ეგეთ ხალხს ძალიან დიდ პატივს ვსწრებ ვისაც მაგის ნერვები აქვს რომ გაგლეჯილი მთვრალი ერთი წერტილამდე მიიყვანონ ისე რომ თვითონაც არც ერთხელ არაფერი რაღაცა ზედმეტი არ გითხრას ძალიან ძნელია ხო ძალიან თან ამას რომ უფასოდ აკეთებ ხო არა იზდეთი კაი გადავიდეთ თემებზე გადავიდეთ თემებზე ერთ-ერთი თემა იყო 2026-ში მარტო მეტი არ ხო ჯერჯერობით მაგრამ ძალიან საინტერესოდ დაიწყო ყველაზე მაგრად დაიწყო რა ხო ცხელი თემით დაიწყო 2026 ნიკოლას მადურო ძალიან საინტერესოდ დაამადუროვეს შეუმადურო ნიკოლას მადურო ცვეთში ნაბათში გაახვიეს ცოლთან ერთად და მოიტაცეს ზუსტად დაჭირდა მაგას როგორც რამდენიმე საათია ანუ იმ თლიანი ოპერაციას ხო რამდენიმე საათი თუ წუთი არ ვიცი მაგრამ ანუ ამ ტიპის გაკოჭვას და ჩასმას დაჭირდა 6 წუთი და ისე კაი მაღალი როჟა არის ხო კაი ზდაროვი როჟა 6 წუთი და 53 ბიჭო ცოლი რაღაცო წაიყვანეს ხო არა მეც სადაც მადურო იქაც მე უმადურო ანუ ცოლი რა გაეტოვებინა შეიძლება მოიკლო 6 წუთი გაკოჭვას რა მოკლედ ამერიკელები წინააღმდეგობა გაუწია არა წინააღმდეგობა სპორტულებში დავთა ბიჭო არა სპორტულები მე ჩააძვეს თავიდან არა გამოუცვალეს მან არის მაგის კადრები ვენესუელას მაიკაი რაღაც კადრები არის ოღონდ კალათბურთის ნაკრები რაღაც კალათბურთი ევასო ბირო დაიჭირე ფეხბურთს უყურებდა ბილეთი ეჭირა ასე ჩვენთან საქმე ისეცვა გოგბაკიდეს ეცვა ხო ის კალათბურთის ამაზე ფეხბურთის ნაკრების მაიკით რო იყო არ ქონდა მაშინ და იმიტომ გავლენები მადუროსაც არ ქონდა არა ყველაზე გადაობა ის არის რომ მადუროს რა ზედაც აცვია ხუდი სპეციალურად მეც თვალში მოხდა რა თესლის ზედა აცვია თქო და ეგ მე ჩააცვეს ხო მე ჩააცვა არ ვიცი და ნაიკის ეგ ხუდი რამოდენიმე ქვეყანაში ამოიყიდა ხო ანუ ისეთ ნაიქს მაგარი რეკლამა გამოვიდა და ტრამპის ნაიკმა ხო არ დააჭერინა ვაფშე მადურო
ჟაკეტი ჩააცვა ნაიკმა. ჩაისვა ნაიკმა. წინასწარ ქონდა ტრამპთან დალაგებული. Adidas-ით ჩალიჩობდა თუ. ეგეთ ამერიკული. მე გავიგე ეგ. Adidas-ით ჩალიჩობდა, მაგრამ ნაიკმა მეტი გადაუხადა. ხო, ეხლა შენ გააკეხა პირდაპირ თეთრ სახში ყავს ხალხი. ლამაზიარი. ხო, რა შეეხება მადუროს. ძალიან საინტერესო სპეცოპერაცია იყო ისეთი აი ლამაზი რაღაც წიგნში რომ უნდა ჩაწერო რა. წიგნში კი რა პატარა. თაობებს რომ უნდა მოუყვე. ჰოუმლენდის სერიალის ძალიან თესლად შეფრიდნენ ჯიგრები, უცბად დაითრიეს მადურო და თავისი ცოლი. გადმოაფრინეს, მე ეგ ვერ დავამუღამე ცოტა, მაგრამ ოკეი, ნიუ-იორკში ასე ირნეს ატასავეს. ხალხს აყურებინეს რომ დავიჭირეთო და მოვათრიეთო და ნახე რა თესლები ვართო. ტრამპი არის ეგეთი ტიპი. ბიჭო, ხო, აი, კარგი ძალის დემონსტრირების ხოდი სადაც აქვს, მზად არის რომ გააკეთო. მე ერთი ის მაქვს, რა ვქო, ახო, არ ვიცი ეს ვენესუელასთვის რამდენად კარგი ამბავი მოხდა. ძალიან კარგი ამბავი. ხო, ნახოთ რა, გამოჩნდება წინ და წინ. იყო ხო, ვიცი რა საშინელის იყო. ყველა პონჩი კარგი იქნება თუ ეგეთივე ტიპი არ დასვეს ოღონდ. ტიპს ყავდა ლეგიტიმური ესეთი პოლიცია, სპეციალური დანიშნულების პოლიცია, რომელსაც ანუ პირდაპირ აკვლევინებდა ხალხს და სადღაც 7000 ადამიანზე მეტი ყავთ დახოცილი ესეთ სპეცოპერაციებში, რომ ანუ აკეთებდნენ, ანუ ათამაშებდნენ ინსცენირებას, რომ ვითომ რაღაცა შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ძალიან პოპულისტი იყო. არათანამოაზრეები და ანუ პოლიტიკური კარგი, ჩავესმა რაც მოხდა, ეს ჩალიჩობდა მაგის შენარჩუნებას, ოღონდ ძალიან არასწორი მეთოდებით ჩალიჩობდა. იცი, fun fact იმის ჩავესის გააგზელე, ჩავესის მეგობარი იყო რა. ხო, ჩავესმა დაიბარა. პატარა ბრატი გადაულოცასავით რა. ეს ტიპი იყო თავიდან ავტობუსის მძღოლი. ხო, ავტობუსის მძღოლი. მადურო, მე იყო მეტროს მძღოლი, მე მეტროში გაიჩიტა პროფკავშირის ერთ-ერთი ლიდერი, მაგარი აქტიური ტიპი იყო და სოციალურ თემებს, სოციალისტურ თემებს აწვებოდა, როგორც ჩავესი რა. და ჩავესის მე ეს ხო, მემკვიდრეობით გადაეცა რა ჩავესისგან გადაეცა იყო და აირჩიეს. და პირველი არჩევნები 2013 ჩავესმა მოიგო. მართლა მოიგო რა. ოღონდ ძალიან ცოტათი 2%-ით მოიგო რა. დაჟე ეგრე უნდა წავიკითხე რა და თავიდან რა გააკეთა, იცი? სანამ ვითომ პოპულარული იყო. ძალიან პოპულისტია რა. ანუ იმას ჩავეს ქონდა ეგეთ გადაცემა ზარი პრეზიდენტი რა და გადაცემა ქონდა ჩვენსავე. ყველა გოჩაზე მაგარი გოჩა, გოჩათა ჩორის უგო ჩავესი. უგო ჩავეს. და რეკავდნენ და რაღაც ეკითხებოდნენ. ზარი პრეზიდენტი. ხო, ესე ერქვა რა და ამან გააკეთა რომ რადიო გადაცემა გააკეთა, იქაც ეგეთი რაღაც. გაესაუბრე პრეზიდენტს, ცოტას გადაარქვა სახელი რა და რეებს იტყვებოდა, იცი, ოღონდ მართლა რა მაგის იმენად სვეტში ციტატა არის რომ უგო ჩავესის, ანუ ჩიტი მესახებაო, ჩიტი მოდისო ჩვენთან სახლშიო და უგო ჩავესიაო რა და მელაპარაკება რაღაცეებს, რომ ჩიტი ჩავესი. ჩემი ერი მომიკითხე და ესეთ ყლეობებს იძახდა შეჩემ. ოღონდ მართლა რა. ეგეთ ყლეობას ის ამბობდა ჩვენთან რეპერი რო იყო. ბუ ჩიტი მოვიდაო, ნაგვზე აფეთქთიო და ბუმ გადამარჩინო და მე ბუ ვარო. ის რეპერი იყო და ეს დიქტატორი და მაგრამ ჩვენი პრეზიდენტიც კაი რაღაცებს იძახის ხომ დაუფიქრდა. ხო, დიქტატორი არ არის. რა და დიქტატორი არ არის. ვეღარ გადაოფინძობას. ანუ ადრე რო გადაობდით რუსებზე რო ნახე რომ ფურცლით დაიჭირეს ტიპებიო. აჰა, რა დებილი ქვეყანა, ეხლა ჩვენ ანუ მე ვერავიზე ვეღარ ვიცინებ რა მაგ თემაში. ამიტომ მოდი ერთ წავიმღეროთ რომ არა, ჩავეზე მინდა კიდევ. ბიჭო, ჩავეზე და მე ამერიკაზე უფრო მინდა რომ ვილაპარაკო. ამერიკაზეც ვილაპარაკოთ. იდეაში, აი ესე. ხო, დღეს უსმინე კიდე ტრამპს, კოლუმბიასაც რომ შეუთვალა, რომ დიდხანსო ეგრე არ გაგრძელდებაო რა. იმიტომ რომ რა არის, ცი? და ანუ ეგ იდეაში, რასაც ტრამპი აკეთებს, არ არის იგივე დიქტატორული ხოდები. რაც გინდა ის დაარქვა. ხო, ნუ ეგრე არის რა. პროსტა ის ლამაზად აკეთებს, აი ეს დედამოწყნული რუსეთი ყლეურად, მახინჯად, გოიმურად თვრალი აკეთებს და დიქტატურა გეტყვი რას გააკეთებს და თუ გინდა შემეწინააღმდეგე რა. ანუ აქ უზის ტიპი, აი ქვეყანა რომელიც მაგის მოკავშირე არის, ყველა არის მაგრად რა. კანადა არის, მექსიკასთანაც. კანადას ეჩალიჩება რომ შტატი გახადოს. მაგრამ ეგრევე იქიდან კანადელებმა უთხრესო, აგერო, აი. ხო, იასტა. შტატივი აგერო ჩაიდება. ჰალშტატი. ამას გაანება თავი, მაგრამ აქ ზის ვიღაცა ტიპი, რომელიც ძმაკაცობს პუტინთან. თან დიდი ხანია ძალიან და არალეგიტიმური ტიპი არის, მთელი სამყარო არ აღიარა მაგის მოგებული არჩევანი და არ აწყობდა ეგეთი ტიპი. იმიტომ რომ აქედან რაღაც იმუქრება თან რა, ანუ ისე კი არა თავისთვის არის და რაღაცა პოსტებს გამოდის ხო? იმუქრება რა და თან აქვს უზარმაზარი რესურსი ნავთობის, რომელსაც აზის რუსეთი.
ნავთობის უდიდესი რესურსი არის. ეხა ამერიკელები რაც გინდა დამყრობლები და იმპერიალისტები ეძახო, რომელ ქვეყანაში შედიან და რაღაცა გარიგებაში შედიან, ის ქვეყანა ასე თუ ისე ხეირობს და იმ კონდიციიდან გამოდის, რომელ კონდიციაში მანამდე იყო. ვიდრე რუსეთი. ხო, ანუ შედარებითია რა. ხო, მაგრამ ანუ ისიც შვეიცარია არ გამოდის. ქმედითად იგივე საკეთებს დაახლოებით. უფრო ლამაზად ეს. ხო, უფრო ლამაზად მაგას არ ბომბავს რა. ისინი ყლეხურად მახინჯად თვრალები აკეთებენ. ესენი ძალიან ლამაზად ანუ აკეთებენ. გასიტყვი ბოლო ჯამში რომ დაახლოებით ერთ მორალურ ღირებულებებს ემსახურება. ერთ მორალურ არა, ერთ მორალურ ღირებულებებს ემსახურება არა. ნაბიჯები ქმედითად თქო, უცხო ქვეყანაში შევარდა უცბად, არც მოტივი არ გავს, არც ერთი, არაერად გავს. დაზარალებული ხარის მოსახლეობა არ გავს და კორპუსი აფეთქდა, საავადმყოფო აფეთქდა, საბავშვო ბაღი აფეთქდა. ბიჭო, არაფერი არ აფეთქდა ეგეთი კაცო. ბაზები ქმედებით უცხო ქვეყანაში შევიდა. ანუ ის ინტერვენციას ესეც სუნთქავს. მაგის всё, უცხო ქვეყანაში შევიდა. პარალელები შეგვიძლია. კოლუმბიაში შეგრიალდება ალბათ. ხო, მაგრამ როგორ შეგრიალდები და რანაირად კი, შეგრიალდები? მაგას აქვს მნიშვნელობა. კი, მაგას აქვს, დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. რა მოტივით შეგრიალდება? ამიტომ არაფრით არ გავს. კიდე გრენლანდიაზეც არის რაღაცა გაწევ-გამოწევები. მაგაზეც დანიამ და იქიდან სკანდინავიურმა ქვეყნებმა შეუთვალეს ესაჩვენეს და გაჩერდა. არავითარ შემთხვევაშიო. არ იყიდებაო და გაჩერდა რა. იმიტომ რომ ეგეთი ტიპი ტრამპისნაირი ტიპები პატივსცემენ ძალას რა. და რა ვიღაცა უანა დიქტატორებს. დანიას და შვედეთს ძალიან დიდი ძალა აქვს რა. შეიძლება ამერიკამ აიღოს და დაბომბოს. მაგრამ ამათ ეგრეიულად ვერ დაიწყო ვერასდროს რა. ძალიან საინტერესოდ დაიწყო მგონი 2026 და პოლიტიკურად რა ვითარება იქნება ზოგადად და აი კარგი პრეცედენტია მიგონი რომ აი ეგეთი ყლეტიპებს ნენელა პროჭი აიწובה. თუ ესე გაგზელდა რა. ყლეტიპებს გულისხმობ ეგეთ დიქტატორებს. ტრამპი რაც არ უნდა დიქტატორი ეძახო, ბოროტი ეძახო, რაც გინდა ის დაარქვი 4 წელიწადში წავა რა. აღარ არჩევენ? არა, ჯერეთ მესამეჯერ აღარ აქვს უფლება. მიიღოს მონაწილეობა. მეორის ერთი 550,000 წლის არის. ხო, იმას ხო აქ იდეა. მაგ ვონი არ არის? რა გვარია? მაგის მარჯვენა ხელი ვონი არ არის? ისა ვინს ვონი. რაღაცა ვონ ხო იწვევს. მაგას ხო შეუძლია რომ იყაროს კენჭი პრეზიდენტი. როგორ სხვა ყველა შეუძლია, მაგას არა. არ ვიცი, კაროჩე, იმას არა აქ ეგეთი კარგი რეიტინგი რა. ხო, yes. ბანძი ტიპია იქ, მაგას მეორე მხარეს ვინც იქნება მოუგებს. ხო, ნუ ფაქტია რომ საკმაოდ ცხელი დასაწყისია. ჩემი აზრით და როგორ გაგრძელდება. ვერ ნახე წარმოიდგინე 30 მილიონიანი ქვეყანა და დაახლოებით 7 მილიონი არის ემიგრაციაში ვენესუელიდან. ისეთი გაჭირვება არის და ბუენოს-აირესში ისეთი ზეიმი ატყდა შეჭრა. შუა ბუენოს-აირესში ვენესუელელი ხალხი გამოვიდა და პარადინახავს შეჭრა. კი. იმხელა მიგრაციაში იმდენი ხალხია წასული, რომ სხვა ქვეყნებში ატყდა ზეიმი. ამხელა რესურსის და ამხელა ნავთობის და ამხელა შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რომელსაც წარმოიდგინე აზიის მარტო რამოდენიმე ოჯახი და მოკავშირეობა აქეთ მხარეს რუსეთთან. ხო, კიდე რაღაცა წავიკითხე, არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ რუსულმა ექსპედიციამ ანტარქტიდაზე აღმოაჩინა ძალიან დიდი რაოდენობის ნავთობი რა. როგორც იქაც არის ყოფილა, ჯერ არაბეთშიც კი არ არის მაგ რაოდენობით რა. ხო და ანტარქტიდაზე ხო ის თემა არის, რომ არავის არ შეუძლია იდეაში შეხება, ამოღება წიაღისეულის და რაღაც რა, ცალკე როჟა არის. ხო, არავის არ შეუძლია. ცალკე როჟაა, მაგრამ ძალიან მეეჭვება რომ ან რუსეთმა ან ამერიკამ ძალიან ერხევა რა. ეხლა ეს ვენესუელის ამბავი არ არის ეს პროსტა გადაო. კი, გადაობა ბაზარი არა, მაგრამ სპორტულებმა გააღადავა და ხო იმას ნიშნავს რომ რუსეთის გავლენა კიდე ერთ ქვეყანაში მოისპო. და ეგ ვენესუელა არის ერთ-ერთი ქვეყანა რომელსაც აღიარებული აქვს ჩვენი რუსეთი და აფხაზეთი. და მაგათმაც აუ რაღაც დამავიწყდა ბიჭო. დღეს წავიკითხე რაღაცა აეწვათ მაგათ იზმენა ვის და აფხაზეთის თავ ეგეთ ტიპებს არალეგიტიმურ ტიპებს ყველას არის. ო, ნახადო აეწვა. რაღაც უთხეშ ბიჭო, აუ როგორ დამავიწყდა. კაროჩე ჩვენ სასიკეთო დაეწვათ რაღაცა რა. ყველა ტიპს ვინც არის აი ეგეთი ტიპი, აი იქით კოლუმბიაშიც ჩვენთანაც, რავი, ყველგან სადაც ტიპი ზის, რომელიც აი ეს ერთპიროვნულად რაღაც სირობებს იძახის, ყველას აეწვა. ეხლა რამდენად მართლა დაერხევა და ეგ არ ვიცი მომავალს. ხო, ნუ გამოჩნდება რა. მაგრამ კარგი პრეცედენტია იმ ხრივ, რომ ეგეთ ტიპებს არ ესიამოვნათ. თუ დააკვირდები, ვინები აღნიშნავდნენ და ვინები გლოვობდნენ, მაგით მიხვდები რა, აი პუტინი რო გამოვა და ეს რაღაცა
და ჩვენთანაც ვიღაცები რო გამოდიან რომ აი ეს ძალიან ცუდი. დუგინი ყველანაირი დუგინი და ხო, დუგინი და ჩვენთან ვინმე თქვა, სასტრაფოდ უნდა მოვიწყო. ყველა კოდს სახე ჩამოსწდეს. ხო. კი, აბა. ბიჭო, ისე აფხაზეთი ვახსენეთ რა. რუსეთისკენ არიან შეჩება. იმენა რუსეთი, აი პროსტა რუსეთის დროშით არ დადგინოთ, თორე იმათკენ არიან. რა ნახა მადუროს რო რაღაცა საზღვრობა გაეკეთებინა, ამათ მოეწონებოდათ. აი ვერ დაიჭირესო, გაუსწორდებოდა. რო დაიჭირეს ეს გაატანღურეს, მაგრამ და როგორ დაარღვიეს იმათი უფლებებიო, ბიჭო, პუტინზე არ უთქვამთ ეგეთი რაღაცა ისეთი ტიპები გამოდიან, რომ როგორ შეიძლებაო უცხო ქვეყანაში ეგეთი სპეცოპერაციის მოწყობა და აქ რა ხდება. ხო. ხო და აფხაზეთი ვახსენეთ რა და როგორ ფიქრობთ? ჩუსტები ოდესმე აფხაზეთს დაბომბო. ისე უომრად დავიბრუნებთ და გაერთიანდება. შერიგება უფრო არის შესაძლებელი. ბევრად, იმიტომ რომ ისინი ბზად არიან. მიხვდეს აფხაზეთი რომ რუსეთმა აბსოლუტურად ჩაალპო და მიაგდო და არაფერში არ გამოადგა ის დამოუკიდებლობა და ის და არც რუსული პასპორტი არ გამოადგა. არაფერში ბევრი ხდება კი დარწმუნებული. ახალგაზრდა თაობა ხდება. ობსმი აქ იქაურობა. და მიტოვებული ქვეყანა, ხო, არა საშინელება. ისეთ ლამაზი ქვეყანა და ტერიტორია და კლიმატიც ანუ სასწაულია მეც რაც ვიდეოები ნანახი ნახე აი 60-იან წლებში აშენებული შენობები რა. ხო, არა, როგორც იყო ისე ომის მერეც რაც ბალახები და ბარდები და აი ხო, როგორ საძოვრად ძალიან მარტივია მაგის მიხ გამოხვიდე და უნდა შეხედოსო. ხო, ნუ თუ ბრმა არ ხარ. მე ძალიან გამიხარ. მინიმუმ ახალგაზრდები წესით უნდა ხვდებოდნენ და აუ ის. რა ხდება? ეგ ამბავი რაღაც პონჩი ხბე არ ვარ დიდად ტრამპის შემატკივარი, მაგრამ კიდე აი ხა ეგ ტიპი, იმიტომ რომ აი რავი ისეთ ბევრ რაღაც დებილობებს იძახის, მაგრამ ეგეთ რაღაცებს როცა აკეთებს მიხარია ხოლმე მე ვასება ძალიან. ხოშ დენიროსაც არ ევასება. ხო, დენიროს ამერიკელებს ძირითადად არ ევასება. აი რაღაცა იქაც შუაზეა გაყოფილი ძალიან რა. მოთ ჩვენთან როგორც არის ეგრე არა, მაგრამ უფრო არა და აქედან შორიდან რო შეხედო, ეხა ამერიკელების გულისცემა არ ვიცი მე, მაგრამ თითქოს რაღაცა ეროვნულ პატრიოტულ თემებზე. აი ხო და ეგ არ ევასება, ზედმეტად ფარისეულად და პოპულისტურ რაღაცებს აკეთებს რა. ეხა შიგნით ისინი ხვდებიან აქედან ჩვენ რო ხო, აი აქედან არ ვიცი. მაინც ჩვენი გადმოსახედიდან უყურებთ, რომ აბა ჩვენ რანაირად გამოგვადგება ეგ რა და ისინი სხვანაირად უყურებენ ადგილობრივები რა და ეხა ამერიკაში ქართველები ვინც ცხოვრობენ, იმათგანაც ვიცი, რომ მაგრად არ ევასებათ ტრამპი რა. ტრამპი ევასებათ აი თეთრკანიან ამერიკელებს, რომლებსაც რაღაც ნუ ემიგრანტებს ვერ დაევასება ტრამპის შანსი არა. და არც სხვა რასას საერთოდ რა. უბრალოდ არც სხვა სასტავს. არ უფრო ევასებათ აი დაბოღმილ გამწარებულ ლიბერალებსაც არ ევასებათ. ლიბერალებს ეზიზღებათ. უფრო ევასებათ პირიქით კონსერვატორებს რა. ხო, კონსერვატორებს. ოღონდ ისინი ხვდებიან რომ პოპულისტურ რაღაც დაჟე ეგ მაგ სასტავიდან ვინებიც არიან, ეგენიც კი აკრიტიკებენ რა. ამერიკა მაგიტომ ასწორებს რაღაც პონჩი, რომ ყველას შეუძლია რაღაცა თქვას ისე, რომ აქვს რა იმას არსებობის უფლება, დებატებიც მიდის და ყველაფერი იქაც გაყოფილია, იქ CNN-ია და მეორეს რა ქვია Fox-ი. იქ ერთს ბლა-ბლა-ბლას იძახიან, მეორეში მეორე ბლა-ბლა-ბლას რა. რასაც უნდათ იქაც მაგარი არეულია. ხო. ნუ მეტნაკლებად ყველგან. ხო, მაგრამ ანუ ტრამპს ხელშეუხებლობა აქვს საგარეო საქმიანობაში, ანუ ვერავინ ვერ ეკარება რა. პრეზიდენტ შეუძლია რომ აი ქვეყნის გარეთ რაც უნდა ისქნას რა. ქვეყნის შიგნით რაღაცეებში იქ ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, მაგრამ აი როცა რაღაცა ქვეყნის გარეთ ხდება, ერთხმად უჭერენ ხარს. ხო, კონგრესს ეფუძნება უმეტესწილად. ხო, ეგ ვიცი რომ ქვეყნის გარეთ საგარეო საქმეებში იმენა ერთპიროვნულად იღებს ზემებს გადაწყვეტილებებს. და მაგიტომ ეშინიათ ხომ ვიღაცებს რომ უკრაინა არ მიატოვოს და რა, მაგრამ აი რაღაცას იტყვის სიგიჟეს, პუტინი მაგარი კაცია იტყვის, მაგრამ ევასება ერთ დღეს მაგრა შემაქო და მეორე დღეს ისე ჭამეთ ხო, გაურგზავნის სიტყვაზე 200 მილიარდიან თუ რავი 200 მილიონიან შეიარაღებას უკრაინას რა და ვერ გაიგებ რა ტიპი არის აბსოლუტურად არაადეკვატური და არაპროგნოზირებადი. ფუმფი ხმა გაუდის რა ტელეფონი. მაგრამ რაღაც პონჩი ჩვენ გვაწყობს რა ყველაფერი. რაღაცა სტრატეგიის ნაწილი არის ეგ არაპროგნოზირებადობა. არა მგონია სტრატეგიის ნაწილი, უბრალოდ ეგეთი ტიპია. კაი, მადურო და ამერიკა მაგას რა, რო ეგეთი ტიპი არის, მაგას იყენებს. დილით ესეთ ხასიათზეა, ლანჩზე ესეთ ხასიათზეა, მერე შეიძლება საერთოდაც ძინავს. ხო რა, ეგეთი ტიპია. კიდე რა მოხდა? გასულ კვირას, საინტერესო. სადმე? ის იყო რაღაცა, ერთი იყო დაჯილდოვება იყო. Critics Award რაღაცა. რე ოსკარი ხო რა, ანუ ოქროს გლობუსამდე კიდე ერთი რაღაცა არის, სადაც
ახალმა ფილმმა ბევრი ის მოიგო რა ფილმმა? შამპანი One Battle After Another, ხო, პოლ ტომას ანდერსონმა მოიგო როგორც საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ფილმი და კიდე რაღაც. სცენარი, საუკეთესო სცენარი. სცენარი მე მგონი შეიძლება სცენარის და ის ყურე? კი, მაგ ფილმს უყურე. კაია. კაი ფილმია ძალიან. მე მაგრამ დამევასა ბევრს არ დაევას. ანუ შონ პენზე ველოდებოდი რატომღაც რომ შონ პენიც იქნება ნომინირებული, უეჭველი იქნება. ეს ჯერ ის არის რა. თამაშობს შონ პენი. თავარი როლი მოიგო იმან, ტიმოთი შალამე. მოგდამ დაჯილდოებაში მარტი რაღაცა ქვია პინგ-პონგის მოთამაშეზეა ბიოგრაფიული დრამა არ ჯერ არ მაქვს ნახე. მეგეც საინტერესოა. მეტი ამ წელიწადში არაფერი არ მოხდა რა. მეტი მე კიდე რაღაცა მე ხო ჩელსის რაღაცნაირი შემატკივარი ვარ. რაღაცნაირი მაინც როგორი. ბიჭო როგორი და თუ მოიგებს მიხარია თუ წაგებს არანაირი რეაქცია არ მაქვს. ხო რა, ანუ ძალიან ლამაზად ბალეში. ეგ არის ყველაზე მოგება მიხარია წაგება არ ძალიან მოწევს. საღებულ შემატკივრობაა ბა. ხო და ძალიან უცნაური რაღაც დაემართა ჩელსის ზოგადად ზოგადად რო აგებდა ცუთხასიაძე მე კიდე ზოგადად რაც აბრამოვიჩს პანგური ამოარტყეს ბრიტანეთში მაგის მერე ჩელსის მაგრა დაერხა. ხო და თითქოს ამერიკელი ყავთ ვიღაცა. ხო ბოილი ტოდ ბოილი ხო თითქოს დაალაგების ეტაპზე იყო წვრთნელი ყავდათ ენცო მარესკა რომელსაც იდეაში ძალიან კარგი შედეგები თუ არა კარგი მაინც ჰქონდა რა შედეგები და ესე მოწმენდილ ცაზე დაემშვიდობდნენ ტიპს ბევრი ბიჭო ხო და ზოგი ამბობს წავიდაო ზოგი ამბობს გააგდეს იმიტომ რომ სიტის თანაწარმოები და ფარულად მოლაპარაკებებსო რა აი ხო გვარდიო და გუშინ ჩელსი რაზე ელაპარაკებდა მოლაპარაკებებს წვრთნელობას გვარდიოლას ჩანაცვლებაზე რა და გუშინ იყო სიტი ჩელსი ფორმებს იწევდა და ნუ სიტი ჩელსი იყო გუშინ რა სიტის იწევდა სიტი ჩელსი იყო გუშინ და ჩელსის წვრთნელის რანგში გაიჩნდა ადამიანი რომელსაც არასდროს პროფესიონალურ ფეხბურთში წვრთნელის როლი არ ქონია რა და ერთ-ერთი დავთვალე 21 წლამდელთა თუ 23 წლამდელთა წვრთნელი იყო და ჩელსიში გაიყვანეო გუნდიო და გუნდი გამოიყვანა სიტისთან გასვლაზე გვარდიოლას დაუპირისპირდა და ერთ-ერთი ითამაშა. არგია მიულოცოთ ჩელსის მაშინ მეტი მიულოცო. ბიჭო არა აი იმ ტიპს მე მართლა ულოცავ რა. სიტის წინააღმდეგო რო გაქვს პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი, ხო? აი ესე შუა გზაში მოგდებული 24 საათით ადრე უთხრეს რომ გუნდი უნდა გაიყვანაო და ერთ-ერთი ითამაშა. ხო, სუეჩი გაზე ვერტალიტებით ჩავიდა და აციეს ესე და მოიყვანა. ჩელსის ხო, თემო კიდე რამე ერთ თემასაც ხო შამააგდები. არა, არ მახსენდება მე. კიდე ცოტა მოგიფერი კოჩი. ბაყს ეკიდა. რამე ხო არ გახსენდება არ თემა. მახსენდება 2026 წელს არაფერი. 1926 წაიწყო. 100 წლის წინ ამო. რაც გახსენდება? თუ რამე გახსენდება? კიდე ChatGPT-ს კითხოთ 100 წლის წინ ზუსტად ამ დღეს რა მოხდა? მიდი. შენ ხო გეოსება ChatGPT-ს ჩაინტეგრირება აქ. ჩავაინტეგრიროთ. მართლა საინტერესოა. ბიჭო, რამდენჯერად სადაც სირობა გამოვიდოსო. ეგ ხან ვეთამაშეთ, ხან რაღაცა და არა, ვერ თამაშობს, არის ის და 1900 უჭირავს 6 წლის 5 იანვარს სოფლიოში. ჰოლივუდი უკვე აქტიურად გადადიოდა მუნჯი კინოდან ხმოვან კინოზე. ანუ ამ 5 იანვარს დაიწყეს გადასვლა. რაღაცა ჯაზ სინგერი გამოვიდა, რომელიც იყო ხმოვანი. ხმა ისმოდა რა. მე და არახმოვანი რო გამოსულიყო ჯაზ სინგერი როგორი იქნებოდა. ხო, აი ეგრე. მეც მაგრამ ღეროდი, მაგ კინოში მაგრამ ღეროდი. ბექში შენახარ იქ. კიდე ზანგი, კიდე თეთრი. ტექნოლოგია და მედია. რადიო უკვე იქცა მასობრივ მედიად აშშ-სა და ევროპაში 1926 წლის იანვარში მილიონობით ადამიანი ყოველდღურად იღებდა ინფორმაციას რადიოს მეშვეობით რაც იმ დროისთვის ინფორმაციის გავრცელების უპრეცედენტო ფორმა იყო პოლიტიკა ენდ მსოფლიო პოლიტიკა და მსოფლიო მსოფლიო ჯერ კიდევ ცდილობდა პირველი მსოფლიო ომის შედეგებთან გამკლავებას ევროპა აქტიურად მიმდინარეობდა საზღვრების ეკონომიური სტაბილურობის და ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი. ერთა ლიგა ჩამოყალიბდა და ცდილობდა საერთაშორისო კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. თუმცა უკვე ჩანდა მისი სისუსტეები. არა, მონატო რაღაცა, ხო? ხო, რაღაცა ეთყობა ის იყო რაღაც არასაიმედო და სუსტი ალიანსი. ხელოვნება და აზროვნება. პოპულარული იყო არტ დეკოს სტილი, არქიტექტურაში, დიზაინში, მოდასა და გრაფიკაში. ლიტერატურაში ძლიერდებოდა მოდერნიზმი, წერდნენ ისეთი ავტორები, როგორებიც იყვნენ ვირჯინია ვულფი და ჯეიმს ჯოისი.
არაფერს არ მეუნება. მოგ 2000 ვირჯინია ულფი გამიგია, ჯეიმს ჯოისიც გამიგია, მაგრამ რეები აქვს დაწერილი არ ვიცი. საინტერესო ფაქტი. აი მიუხედავად იმისა, რომ 1926 წლის 5 იანვარს არ დაფიქსირებულა ერთი კონკრეტული დიდი მოვლენა, ეს დღე მოხდა ისტორიაში გარდამავალ ეპოქაში, რომელმაც განსაზღვრა თანამედროვე მედიის დაბადება, ანუ რადიო გაიჩიტა, კინოს ევოლუცია, ანუ ხმა და მასობრივი კულტურის ფორმირება. всё. ეგა. ეს ChatGPT-ის აზრით მომხდარი ყველაზე ეს არის იანვარში ყველაფერი იყო ეს 1926 წლის. შემდეგ გადაცემა კიდე იანვარში გვაქვს. კი. კიდე ვინა ყოველ გადაცემაში რაღაც ეს დაუნებო. ეს დასერჩე და კი არა, დასეივე და იგივე წავიკითხე. იანვარია. სულ იანვარი ვიკითხე. თებერვალში სულ თებერვალზე ვიკითხოთ და კაცი კარგი. მოკლედ ეს იყო მეგობრებო თემების კორიანტელი. აქ მინდა შეგახსენოთ რომ გვაქვს არხი, სადაც ახლა გვიყურებთ, რომელსაც აქვს subscribe ღილაკი და თუ დააჭერთ, თქვენ ცხოვრებაში არაფერი, მაგრამ ჩვენ გაცლებით ხალისიანი ცხოვრება გაგვიხდება. ჩვენ ვიფასო მომხარებლებო, კიდევ ერთხელ მომხარდათ თხოვნით. რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. დააჭიროთ იმ რაღაცა ღილაკს. დედა აფეთქებო. შენ რომელსაც ვერ პოულობ ხო? არა, შემთხვევით იპოვე. მე მინდოდა რომ გამეხსენებინე მაგარდის გამოვიწერეთ ხო და ვეძებდი რომ ხელახლა გამომეწერა, მაგრამ მე ვეღარ ვიპოვე. მოკლედ ესე და ესე, ისევ და ისევ. ესევ და აქა და აქ. ყველა ხალი ხო ლამაზი არა. არხის გამოწერა ხო ლამაზი არის ამისებურად. გადავედით. ერთი საინტერესო მკვდარი. ბრიჯიტ ბარდო მეგობრებო. ო, ბარდა. როგორი საინტერესო. ეს იყო ძალიან ცნობილი მსახიობი, სექს სიმბოლო 60-იანი წლების, 50-იანი წლების. მაგასაც ცოტა თვალი ქონდა გაქცევა. ანუ 1926 წლის იანვარში ეგეც რაღაცას ჩალიჩობდა. უფრო პატარა იქნებოდა რა. ხო, ანუ მაშინ სექს არ იყო, უბრალოდ სიმბოლო. დაბადებული არის გეტყვი, რომელსაც გამოაგდეს. 56-ში გამოვარდა? არა, უფრო პატარა. 34-ში არის დაბადებული France, Paris. მაშინ ანუ ბორდოში ხო არის დაიბადა. დაბადებული. ბორდოში ხო დაიბადა. კარგი იქნებოდა, კარგი იქნება ბრიჯიტ ბარდო, რომ ბორდოში დაბადებულიყო, მაგრამ ჩვენი მოდი ჩვენ ვთქვათ, რომ ბორდოში დაიბადა. საინტერესოა მაგ ფაქტის და მაგ არა საინტერესო დეტალის გარეშეც. ისე кайღანს უცხოვრია ბრიჯიტ. ლამაზია ბრიჯიტ ბარდო ხო ლამაზია. მკვდარის ლამაზი, თავისებურად. დარისებურად. ხო რა მეტი რა ეს ფაქტები რამე არის. 91 წლის დაიბრიდა кайხანს სიცოცხლე ბრიჯიტმა. კიდე? გეტყვით რომ 50-იანი წლების მერე აქტიურად აღარ თამაშობდა კინოებში. ფეხბურთს. არა, საინტერესო მკვდარი იმიტომ არის რომ იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი იყო, ძალიან ლამაზი იყო, მაგის პლაკატები მერლინ მონრო და ბრიჯიტ ბარდო მერლინო ეს რაღაცნაირად ანუ ვიზუალურადაც გავდნე. ქერატმიანი რაღაცა ესეთი სუპერ მოდელის მე ბრიჯიტ ბარდო პირველი სახე იყო რა. მე სიმპათიურება ბევრად. ვიდრე მერლინ? მე მერლინ მონრო უფრო მომწონს, მეც მერლინი მეჩემ. დუნდულაკების ამბავში მერლინი ჯობია. კი, ორი დუნდულაკი და მიტყუებული. რაღაცა მიწებებულები მაქვს ამასობაში და ამიტომ ესე ვერ ვშვები, მარტო ესე ვშვები. იქ ძალიან ჩანს, ჩვენ ხო იცი როგორი მაღალი რეზოლუციის კამერები გვიყენია. და მაღალი რეიტინგი გვაქვს ასევე. რეიტინგი ცოცხლე. ეს ჩვენი მაღალი რეიტინგი, პირდაპირ კავშირშია მაღალი რეზოლუციის კამერა. თემა რა არის? ჩვენ რატო უნერგავთ ამ რუბრიკას ერთ საინტერესო მკვდარი. ცოცხლებში ხო არ გვაქვს რეიტინგი. იქნება მკვდარებში. ბარდოებმა მაინც ბრიჯიტ ბარდოებმა მაინც გვაღიარო რომ აი ბიჭებმა გამიხსენეს. ჭიქა წაგვექციეს. ხო, ეს არის ბრიჯიტ ბარდოს საინტერესო სიკვდილი. საინტერესო და არ მომკვდარა, მაგრამ საინტერესო ცხოვრობა. ეს იყო ჩვენი მეტი არავინ არ მომკვდარა ისეთ გავლენიანი. შემდეგი რუბრიკა მოგვიახლოვდა მეგობრებო. რუბრიკაზე გაახსენე, რომ ნიშნულოვანი ამ რუბრიკის არსებობისთვის, რომ კითხვები გამოგვიგზავნა. რა თქმა უნდა, რუბრიკაზე აუცილებლად გავახსენებ მაგას, მაგრამ ამასობაში დამოვიცნა რა რუბრიკაზეა საუბარი. და აქ რას ვაკეთებ? საი და სნიკერსი. ცივი ჩაი და ცხელი შოკოლადი. ცხელი შოკოლადი. ეთერშია ეთერშია ცივი ხაზი. შემოაგდე? ოპა. ამისთვის საჭიროა რომ თქვენ დაგვიტოვოთ კომენტარებში თქვენი კითხვები, მოგწეროთ პირადშიც ასევე აქვე დავამატებ რომ შეგიძლიათ ეგ subscribe ღილაკი არსებობს რომელიც მე ჯერ კიდევ კარგად არ ვიცი ზუსტად სად არის სად ეჭირება ნიკუშა და ირაკი აგიხსნიან საჭიროების სამთო-ქიმიასთან ვიკრიბებით და იქ ხსნით პატარა სემინარი გქონდა სამთო-ქიმიის შენობაში უკვე შემოდის ზარები რაონ თემურ რას იძახიან
არის მის. ეს ეს ჩავარდა. რატო არ გვა? ეს რო დავშალო. მაგას ვაკეთებდი და პატარაზე ხვერი წავიფხარე. მოიცადე კიდე ვიზა. დრო იხელთე და აი ნახე, ესე არის ამოწეული ის. ეგრე გეჭირა. ეს უნდა გავაკეთებინოთ ეს ტელეფონი. ხო, იმიტომ რომ ეს ხმა რო კონდეს რა. კაი, გადავიდეთ საქმეზე ხალხი. საქმეზე გადავიდეთ. კი ბატონო, რავი, ელოდები მოგესულოთ. კვირაზე მეტია პასუხი შეგდები ის. აბა, დავიწყოთ. ავა. აი ეს აქვს. პატარა შპარგალკა მაქვს აქ. ამოწეული საუკეთესო კითხვები. ხო, აი ფილტრში ვატარებ ხოლმე. ზღვა რაოდენობა შეკითხები შემოდის, რომელსაც ფილტრში ვატარებ ხოლმე და საუკეთესოები თემოს ხელში ხვდებიან. კარგია. და ბრაიტნესს რა დაბალზე. ხო, აქედან არ ჩავიდე. არა, რო იწვალოს თვითონ. ესე მიდი, დაიკითხე. ძალიან მაინტერესებს. პირველი შეკითხვის ავტორია მამრობითი სქესის ადამიანი. რა იცი? ნიგოზზე ალერგია აქვს და. ხალხს რანაირად ექნება ნიგოზზე. ნიგოზზე ალერგია მაქვს და საახალწლო სუფრაზე ვერ ვჭამ. ანუ ჩემთვის ახალი წელი არ დგება? მაგას თუ გონია. დიდი დილემა წამოჭრა. დგება ახალი წელი. ძალიან სუდად გონია საქმე და აბა რა დგება ნიგზით? აგერე სამიყენოს. იჟო გადგება ნიგზით ხშირ შემთხვევაში. იჟოგა? იღვიძებს ეგრევე გიჟტანგივით. რატო არის გაშავებული ესეცა რომ აი ნიგზიანი საჭმელები არ შეიძლება ბევრი. ბიჭო, ის ნელი კუჭნაწლავში მოსანელებელი. იქ გამისწორეთ. ოდენობით. კუჭნაწლავისთვის გიულია. ცოტა ალერგიულია. მე მაგალითად ცხიმიანია. ხო, მაგრამ მაინც უფრო სასარგებლოა ვიდრე რაღაც. ხო, საზიანო. საზიანო იდეა საერთოდ არ არის. არ არის. სასარგებლო ბევრი არის. ბევრი არის საზიანო. ბევრი ყველაფერი საზიანოა. ხო, ცოტა უნდა ჯამო. ძალიან არ მევასებ ხოლმე ეს ნიგოზზე და თხილზე რომ ანუ კაი გავიგე რომ ვისაც ალერგია აქვს იმისთვის სახიფათოა ხო ეგ გასაგებია მაგრამ ანუ ჩვეულებრივად როცა არაფერს არ გაძლევს რეაქციას შეიძლება მიიღო და ამ ჯიგარმა რა რამდენი უნდა ჭამ 10 კილოს ხო არ შეჭამ შენთვისაც დგება მეგობარ რომ ახალი წელი შეიძლება არ ჭამო ეხა ჩაიხედე კალენდარში და ხო შეიცვალე ანუ რო დაფიქრდე ოდნავ ჩაღრმავება ჭირდება საერთოდ არ არის საკვებზე დამოკიდებული ახალი წელი მოვა წავა არა საკვებზე არა მეგონა მარტო რომ გოზინაყი არა თოვლის ბაბუაზე თოვლის ბაბუაზე არის და გოზი და სნეგურაჩკაზე როგორ შეჯვარდებიან ისეთ წელი დუნდულაკები როგორ გამრავლდებიან როგორ და მაგის მიხედვით არ წელი მე სნეგურაჩკას დუნდულაკებზე ან ყველაფერი დამოკიდებული თუ სნეგურაჩკის არა ნიგოს დუნდულაკებით სანტა ბედნიერია სნეგურაჩკა ხომ ლამაზი არის თავისე მურად ისუნოთ ლამაზი ანუ მეორდება არ შეკეთე შემდეგი შეკითხვა ბუნკერის ჩაწერას დასწრება თუ არის შესაძლებელიო და ეგ საინტერესოა ბუნკერის ჩაწერაზე ძირითადად ჩემი ოჯახის წევრები ესწრებიან ხოლმე მაგრამ ოჯახის წევრებსაც ძალიან უჭირთ ამ ყველაფრის უბრალოდ საწავიდნენ არის რა მაინც და მაინც არ გიჩვენთ ჯერთან ფასიანი რო გახდება მე ყველაფერი შეიძლება ისე კი, რა მართლა თქმა უნდა. ხუნობის garaშე აი მოვახტა თქვენ რო გამოვაცხადოთ რომ აბა დავიძახოთ მოდით რამდენი ადამიანი მოვა 4 2-ზე მეტი არ მგონია რომ ლადო მოვა 5 მე მოვიყვან არა ეხ ჩალიჩით თუ არა გიხვეწები არა მოდი იმენა არა ვეთქვი რომ ესე ვაპირებ და მოვლენ ჩალიშით არა ხო პოსტა ან ჩაწერის კაი, დღე ხუთი კვიტოს. ღია კარის დღე გამოვაცხადოთ მოდი ერთხელ ღია კარის დღე რო დათმება მე კი ბატონო რო დაცხება სამთო ქიმიასთან მე მაგ მოფიქრებული ერთი არის სამთო ქიმიასთან ზიურში არა ზიურში ზიურში კი ბატონო ზიურში იქ არის. ვაკის პარკში კუსტვაზე ყველგან სადაც იცი სად იქნება ამას კარგი წინ არის მოწყობილი ნავები ვიქირავთ კუსტვაზე ის და ჩავიძიოთ. ესეთი ნავები რო არის ფეხები წატრიალებელი ველოსიპედი შევიდა, წყლის ხო. ველოსიპედი ესეთი ნავას ქვია წყლის ველოსიპედი და ხალხი ნაპირზე იყოს შეჩემად და ჩვენ წყლიდან ველაპარაკებოდეთ საინტერესო ინსტალაციაა ძალიან რუპორები მე თაზეო და მთიდან გადმოგძახებთ ხო და მე არა გადმოგვიყვე ეს ხუმრობის გარშემო ზიურში არის ეგეთი ადგილი რომ შეგიძლია იქ ხალხი დასვა ავა სცენარი მოთევრო ვაკაცი ვაკის პარკში კი არის, უცხოებით ვაკის მოვლენ პარკში შეჩება არის. რაღაც ანუ მიკროფონი პლიაცკიში აი დედაენაში რო ჩავწერეთ ეპიზოდი სიმიჩკას უცხოები ხალხს ხო იმენა ვერ მოვიშორეთ დედაინაში წყვეტა რუპორი იყო, აქვს ხო? თორე მოვიდოდნენ ანუ ისეთი მიკროფონები გჭირდება სადაც დინამო დედაენაში რუპორი მქონდა და გედედე მოვიდოდა და ამყრიდნენ წითელბახშიც არის ეგეთი ადგილი სადაც პლიაცკი ბაქს პლიაცკი, პუტანკები ბაღში. დაესწრებიან არა აღარ არის ეგ პუტანკების ბაღი არ არის დიდი ხანია ხო მოკლედ ერთხელაც გვექნება ღია კარის დღე ჯერ დახურულია
მაგრამ როცა როგორც კი დავაპირებთ, შემდეგი კითხვა ძალიან კარგი. პირველივე დღიდან გიყურებთ. რა მჭირსო? არაფერი, კარგი იუმორის გზნობა გაქვს. და ოპტიმისტი ხარ. კი ბატონო. და იმედი გაქვს, რომ ჩვენი არქივი რაღაცას დაემსგავსება. ახლო მომავალში ბუკას მოლოდინი ქონდა, რომ იანვარში ავშენდებოდით, ხო? ხო ეგრე იყო. წინ არის იანვარი. ჯერ იანვარი წინ არის, შემდეგებზე იანვარზე ვილაპარაკე. ეს აღნიშნა ბუკამ, რომ 6 თვე შესრულდა ზუსტად რაც პირველი გადაცემა. დღეს? ეს უნდა გაგვეჟღერებინა. დღეს შესრულდა 6 თვე? ზუსტად 6 თვე არ შესრულდა, მაგრამ ივლისში 11 იანვარს გავა 6 თვე. 11 ივლისს ჩავწერეთ პირველი ეპიზოდი, რომელიც დავდეთ რაღაცა 15-ში, 15-ში, 5 დღეში. შვენიერია. ჩვენ 6 თვეში იუბილე გვაქვს. 1700-ს გამომწერს მივახციეთ. ჩემი აზრით ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ მომავალი წინ არის და გვიღებს. ნახევარ წელიწადში მე მგონია რომ ესეთი როგორი გამომწერები ყავს. არაკონკრეტული და ხარისხიანი. არაკონკრეტული კონტენტიდან გამომდინარე 1700 გამომწერი, 1706 გამომწერი. 1706 გამომწერი. არ არის ცუდი. მეც არ მგონია რომ ცუდია და საერთოდ არ ვაკვირდები. მთლიანობაში მე რაღაცად მოვიდინი მქონდა რომ 1 წლის თავზე 3-დან 4000-მდე გამომწერისთვის უნდა მოგვეყარა თავი. და მე მგონი სადღაც აი ზუსტად ეგრე თუ გავგრძელდით, ხო. დღეს როგორი ფორმატიც ქონდა. როგორი ორგანიზებულებიც ვიყავით ასე თუ ისე რა. მე მგონია რომ უფრო კარგად წაიღებს რა. წაიღებს. ან თავარია აღარ ვიხტუნოთ. აღარ ვიხტუნოთ. აწი გაგრძელდება ესე რა. ხანდახან უბრალოდ შეიცვლება გარემოები. ხანდახან გადავხტებით, ხანდახან. და ხანდახან გარეთ გავალთ ხოლმე და ნახოთ რა. ხანდახან სტუმარით შეიძლება დავიმატოთ. შეიძლება. ხანდახან რუსკას თუ დაგვიბრუნდება, რუსკას რუსკა უნდა დაგვიბრუნდეს აუცილებლად. რუსკაზე გეტყვით კიდევ ერთხელ რომ მთელი დეკემბრის განმავლობაში ძალიან დაკრიტული გრაფიკი ქონდა სპექტაკლებიდან და რეპეტიციებიდან გამომდინარე და იანვარში აუცილებლად ჩვენს პრიმა დივა დაგვიბრუნდა. იმედი გვაქვს რომ დაგვიბრუნდება. ყველა ხალხი ხო ლამაზი არის, ლამაზი არის. თავისი პურა. ეს შორტი გაუგზავნოთ აუცილებლად პირდაპირ რუსკას გაუგზავნოთ და სპექტაკლზე გაუშვას. ამოანახოთ. შემდეგი კითხვა. ღორის გრიპის დროს ღორის ხორცის ჭამა თუ შეიძლებაო? ძალიან გავრცელებულია სხვათა შორის ღორის გრიპი და ღორის ხორცით ჩდება? ღორის ღორის ყურებით. აუ მე იმდენი გოჭი ვჭამე წელს, მე მგონი მართლა. ელოჭი. ელოჭი მაგ ღორის ბლოჭი. ძალიან გემრიელად ვჭამე და მაგრად მისია. ხო და უთხრათ ამ ადამიანს. შეიძლება იჭმება, კი? იჭმება. მაგრამ რეკომენდირებულია. გახტილი უნდა ხო, აუცილებლად. ეგ არის რეკომენდირებული. გასაზემოთ გახტილი უნდა იყოს. თორე სხვანაირად არ შეიძლება. სხვანაირად უფრო გართულდება ეს ფორმა. თულდება და ღორის ვირუსის და მე ქათამში გადადის და აი არაფერი. მეხუთე შეკითხვა მეგობრებო. ათლეტები დანომრილი გაქვს და ეხა მგონია რომ ის არის რასადროდის არის. მეხუთე შეკითხვა. და ეს ათლეტები რატომ ყალობენ? როგორ? ეს ხო არ გაგიჭო. ეს ლადგარი. კი, უბრალოდ პაროდია იყო, მაგრამ ისე ქეძბაიაც რამდენი ხანი არ გაგიკეთე. არა, ქეძბაიაც. მოიგებზე დატოვე 25-ში. ეხა უფრო სხვა სპორტსმენებს ეს კაი. გვარდიოლას ხო. ათლეტები რატომ წვალობენ თასის მოსაგებად, როცა შეუძლიათ მაღაზიაში იყიდონო? დინამოზე არის სხვა შორის კარგი მაღაზიები, თასები იყიდება იქ პლასტმასის მაგრამ. ალბათ რანერი უმარილო კითხვა. არ სპორტი. ეგ ვინც ყემალი არა აქ. ეგ ვინც დასვა, არც სპორტი ესმის აბა. არც თას მაღაზია არის არც მაღაზია. არც ჟინი. არც თასის აზრი. არც აღიარება. არც პროცესი რა არის. იმით რომ მაგ თასა. გადავედი შემდეგ კითხვაზე. აჯმევი ეგ ტიპი დაბლოკე. დაბლოკე ეგრე. მაგათ აღარ დაარეკინეთ. ამოჭრილ. შემდეგი სიგარეტის დანებებას ვცდილობდი ვეიფით და ახლა ორივეს ვეწევი. როგორ მოვიქცე? აიქოსი დაამატე და ის სიგარეტის ნიკოტინის ბალიშები და შესახვევი. ოღონდ სიგარეტს მოაძროს ფილტრი და უფილტროზე გადავიდე. მუნდშტუკში გაუკეთოს. კი ბატონო. და ძალიან სერიოზული. ანუ ყველაფერი ერთად გავცემ ამაზე. როგორ? ამაზე მინდოდა სერიოზული. გაიცი მიდი. არაფერი, ანუ მეც სხვათა შორის 2 თვის განმავლობაში სიგარეტს და ვეიპს ერთად მეტის განმავლობაში სიგარეტს და ვეიპს 21 დღე. 23 დღე. და რაც ნიკოტინის ბალიშები დაამატე? არ დავიმატები არაფერი ნიკოტინის ბალიშები. დაანება. ერთად ვეწეოდი სიგარეტსაც და ვეიპსაც. მე მთლიანად შავხსენი სიგარეტი და მარტო ვეიპს ვეწეოდი, პროსტო ვეწეოდი აი 1.5 ვეიპს. დღეში და
მერე ნენელა დაუკელი და მაგრამ ეხა ორივეს დაუბრუნდი. ეხა ისე ორივეს დაუბრუნდი და ნიკოტინის ბალიშებიც რო დაამოწმა. შენი მოწერილი ხო არ არის ეგ თემო? ჩემი მოწერილი არის სხვა აკაუნტი გამიკეთე. ხო, სხვა აკაუნტი ხო არის. სულ იმ აკაუნტსაც დასაბსქრაიბებული აქვს. შეგეცვალე რა. ეგ არის 1000 ვიცი და კიცმაცური 300 არის რა თქმა. შემდეგი ფიქრები გვაკონტროლებენ თუ ჩვენ ვაკონტროლებთ ფიქრებს. მე ხარ ტელეფონს გადავდებ და შეგვიძლია ამ ყველაფერზე ეგ მართლა საინტერესო საინტერესო შეკითხვაა და ფიქრები ცალსახა პასუხი მაგას არ ექნება. ორსახა მაგას აქ როგორი პასუხი? ერთმანეთს იდეა კლიმენტი. ერთმანეთთან ბიჭო არა ერთმანეთთან ხან ფიქრები გაკონტროლებენ და ხან შენ აკონტროლებ ფიქრებს. იგივე კითხვა არ დაახლოებით ის კითხვა მიყვარს ძალიან რა ისა ადამიანმა შექმნა ღმერთიო თუ ღმერთმა ადამიანია. აი კითხვაც მე ვასება მაგრამ ნუ გააჩნია რომ თუ მორწმუნე ხარ ადამიანი აკონტროლებს ფიქრებს, მაგრამ ფიქრებმა შეიძლება გმართოს. ხო. მაგრამ თუ ვერ აკონტროლებ შენ ფიქრებს, მაშინ გმართოს ფიქრები. ლექსად რა ლექსად. შეგვიძლია რომ ფიქრები მართო, შესაბამისად შენ იქნები ფიქრების მართველი. ხო. მაგრამ ხანდახან ყველაზე მაგარი მუღამი მაგას ისა აქვს რომ შენი ფიქრები აკონტროლო. ეს მე ხთო რუბლიკო ჩამომდიოდა. ანუ მაგისკენ უნდა მივწოდეთ ფიქრებით. მე მეორე კითხვა გამიჩნდა. თუ რომ ფიქრები მართოთ. რა თქმა უნდა, რა უეჭო რა თქმა უნდა. რამდენად გამოგივა ფიქრების ნაკაცო მენეჯმენტი არის ჩვეულებრივად რა თრეში ინფორმაცია მოდის უამრავი რომელიც ილინკება შენ სასწაულთან დასულიდან მომდინარე მომავლის ემოციური ინტელექტის საკითხები და რა φιλტრებზე ჩერდები, რას აღიქვავ დაბრკოლებად, რას ისხლიტავ, კი. მე რა გატორმუზებს, რა გაშინებს, მე უცბად ვიღაცა გეტყვის რომ კი მაგრამ ხო არის მომენტები როცა ვერ აკონტროლებ. ხო და ეგ არ ნიშნავს იმას რომ სულ გაგაკონტროლე. ერთი გოლი გაუშვი რა. ბიჭო ხო ეგ ისევ შეიძლება ტურნირია. ანუ ეგ არის თამაში რომელიც უსასრულო აი ხო არის სასრული თამაშები და უსასრულო ეგ უსასრულო თამაშია. სადაც აუცილებლად მინდა 2-2 თამაშია. სადაც ზოგჯერ შენიგებ, ზოგჯერ ფიქრი რა და თელი მუღამი არის რომ აი ბოლოში ფინალში რო გახვალ აი სიკვდილის წინ აღმოაჩინო რომ შენ უფრო ხშირად მოიგე რა. კი ბატონო. ეგ იქნება კარგი. აი მიგოზი. აი მიგოზი. მადლობა თაკო. გაიხარ. ეხა ვახრაშროთ. აი კითხვა არის. აი კითხვა იყო ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვის. ამ კითხვის ავტორს. ჩვენ ერთ კაზინოსთან დავიწყეთ თანამშრომლობა და ამ კითხვის ავტორს 10 ფრესპინი გადაეცემა მოგწერე. კი, ოღონ ჩვენ აკაუნტზე. ხო. რომელიც დაბლოკილი იყო. და რომელიც თემურის აქვს. და უერთედის. პაროლს არ ვერუსე. ბლიცია შემდეგი მიჭებო. ვიბლიცინოთ? ბლიცი? ეს პირველად არის მე მგონი ბლიც კითხვა. მოიცა ბლიცი გამოგიგზავნე? ბლიცი გამოგზავნე და ძალიან ბევრი ჩამონათვალია. კაია, მიდი მე ამბობი. დავაი. დავიწყოთ ყველას წავიკითხავ. ხაჭაპური. არა, ჩერეს, ერთი გამოტოვე. კენტები წავიკითხავ. კენტები წავიკითხავ. მედენ. კენტა ორი. ხაჭაპური თუ ლობიანი? ლობიანი. ხაჭაპური. კინო თუ თეატრი? ხო იმენა რევოლუციონერი. არა, რატო ხაჭაპური უფრო მე მგონია რომ ხაჭაპურს უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს ვიდრე ლობიანს, მე არ მგონი. მეგობრებო, კომენტარებში. ხო. მე ლობიანისკენ ვარ. მეც ლობიანი. აი, კარგი ლობიანი. არც დავფიქრდები. აი, ნორმალური ლობიანი, უფრო რატომ ირჩევნია? განა ის არ ვიცი რომ ხაჭაპურის რაღაც პუნჩი ჯობი, იმიტომ რომ ყველია და ყველი უფრო მაგარი პროდუქტია ვიდრე ლობიო სიტყვაზე, ხო? და გებრიელი და უფრო მეტი ხალხი არის იმაზე გამოკიდებული. ლობიო ყველი უფრო ბევრ ამას ხდება ვიდრე ლობიო რა. ხო, კი. ხო და ლობიანი რატომ ირჩევნია, იცი? კარგ ან ლობიანს უფრო ადვილად მიაგნებ ნორმალურს და უფრო ვიდრე ხაჭაპურს. ხო, კი. და მე მაგრამ მე ვასწავლე ლობიანი ყველი. ნორმალური ლობიანი უფრო მაგრამ ასწორებს ვიდრე ნორმალური ხაჭაპური. ზუსტად. და ეგ რაიდან გამომდინარეობს, ანუ ხაჭაპური ისეთი მაღალი კლასის არის. ასე ვთქვათ, დონის მაღალი კლასის არის. რომ უფრო მაღალი შესრულება ჭირდება რა. მაგრამ აი როგორ არის, ყო ლობიანი არის კარგი ჰონდა რა. ანუ აი ხარ რო იცი რომ გამოგადგება, რომ შეიძლება მახინჯია, არ არის. ხო, გაცივდება, გაბაძდება, გამოგადგება. მაგრამ მაგარი მანქანაა. იქით რომ Range Rover-ი დაითრიო, არჩევა უნდა იცოდე შენ და ხვა უნდა და შეიძლება ყველა Range Rover-ი ეგრე არ გამოგადგება და Honda ყველა გამოგადგება რა. დიდებული მეტაფორა. ხო კარგად შევადარე. ძალიან კარგად შევადარე. დავასრულოთ. მაგრამ აქ კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ლობიანი ყველით მაგრამ ასწორებს. ხო და ეგ კიდე ვაფშე მაგალითად და ბეკონით ორი და რაღაცები თუ მოდის, ეგ უკვე პიცა არის. კინო თუ თეატრი? კინო იას. კინო. როკი თუ რეპი? ჩვენ ბავშვობაში აქტუალური ხან როკი ხან რეპი რა. მაგრამ უფრო როკი, იმიტომ რომ ანუ უფრო მაღალი დონის. რეპს
ამ შემთხვევაში თუ როგორც მუსიკას ვადარებთ, ნუ როკთან რეპი. ხო, აზრი არა. მუსიკას ვადარებ აზრი არა. просто მე არის გემონების საკითხი და განწყობისაც არის რა. რა თქმა უნდა. ჰარი პოტერი თუ ბეჭდების მძალები. ჰარი. არც ერთი. მე ორი შენ უნდა. BMW თუ Mercedes-ი? Mercedes. BMW. რეალი თუ ბარსა? ორივე დედა შევეცე. Chelsea. მე მაინც ბარსას ფანის გულშემატკივარი ვარ. Interi. Lombardia. FIFA-ს მიმართავთ ხოვნით, რომ ლომბარდიას და მილანს ისმენ არის გზის ახლა ის და გისმენს. არა იქიციან. FIFA FIFA რა ქნა იცი? საფრიო ჩემპიონატზე ახალი წესი იქნება. ანუ თამაში გარის წესი შეიცვალა. სოფლიო ჩემპიონატზე? როგორ იქნება იცი? თელი ტანით უნდა ტანით იყოს. უნდა რამდენი ხანი ვიძახდით მაგას? ხო და გაიგეს. თელი ტანით უნდა იყოს წინ. რო ჩაითვალოსო თამაშგარეთ. თითი გარეთ მაგ და რაღაცა ტრაკი ხვირი არა. თლიანად ან თლიანი კორპუსი თუ გაგასწრო. აი რა იდიოტობაა წარმოიდგინე. ვენგერმა შეცვალა არსენ ვენგერმა. ყვარას რა გოლი გაუ. ჩალიჩობდა მაგას? კი. საღოლ მაგრა დაულაგებია არსენ ვენგერს. არსენალში დაელაგებია მაგას თუ რამის დაალაგებელი იყო. ხელ დაალაგა. ხო მოიგო. პრემიერ ლიგა მოიგო. თან ისე რომ არ წავუგია თამაში. ეგრე ხაბი ალონსომაც მოიგო. კი ბატონო. გერმანია ვონთ. კაი, შემდეგი? კი ბატონო. შემდეგი რეალი ბარსა იყო. ეფლი თუ ანდროიდი? ეფლი. მე ანდროიდი. ბენზინის სუნი თუ მეტროს სუნი? მეტრო. ორივე, მაგრამ მეტრო. მეტროში გადაკიდებული ბენზინის სუნი. მეტროში დაღვრილი ბენზინი. ხო, ბაზარია. საღო, გაფრთხილი. აუ რა კაი. იმენა გიჟი. ჩავიტანოთ რა. მაგან ვერ ჩავალთ მეტროში და. ვერა. და ბალონი აი ეს პატარა რაღაცები წავითონ სვავთ. ესე რო ასხავთ რა. სანთისლი. და მე ეს გულ წავუკიდო. ეს წავუკიდე დაგვიჭერა შეშე რა სუნი. წინ და მაღალყელიანი თუ დაბალყელიანი? მაღალი. მე դ შენ ვაფშე იმას არ ხმარ, ვაფშე ჩემო. კოჩზე. წინდაც რო არ არის. ეხა ეს ტანსკერი არის ამოხრეტილი პირდაპირ. კოჩი შეგიძლია დატო. მაღალ ყელი აქვს სანტა ვიგმუნე მიიღა. შენ გაგისწორდა რა შეჩე. მაღალი ყელი აქვს და კოჩზე გამოხრეტილი რა ეს. ეგ დაითროს უეჭველი დაითროს. მოყიდო ეგ იქნება თემუზე რაღაც ეგეთი. თემური. აუ თან აი ყველაფერი ჯდება რა. შეუფრთოთ თან. წმინდა მაღალყელი ხო არა. ბურგერი თუ შაურმა? ბურგერი. აუ არა მე შაურმა მაინც რა. არა ბურგერი. თუ მართლა ბურგერზეა საუბარი ბურგერი. არა ხო მართალი. აი ხა საცხობში რო ბურგერები აქვს, მაგას შაურმა ჯობია კი. აი შაურმა უფრო პაპსაა რა, ვიდრე ბურგერი. მაგრამ ბურგერი ჩემთვის უფრო ხო, ბურგერის კარგი ბურგერი უნდა იყოს მაგარი. ბურგერი ჩემთვის უფრო მძიმე საჭმელია ვიდრე შაურმა. ბიჭო ორივე შეგიძლია ისე გააკეთო რომ არც ერთი მე მარტო ფრეშ ვჭამ, იმას ვერ ვჭამ მეორეს შეჩემა, ბრინდავსი. რატო? ძალიან მძიმეა ის შემდგომ. რა გამძიმებს რა? ბიჭო აი ჩვეულებრივი შაურმა არაფრეშ რაც არის რა და იმაში ბევრი ბოსტნეული არის და უფრო მსუბუქად მიიღეს რა. ეგ არის მარტო იმის გამო რეალურად არის ნებლიში მანდ მაქსიმუმ შეიძლება ის 60 გრამით მეტი აი ეგ 60 გრამი და იასამნისფერი კომპოსტო იქ არის გახეხილი სტაფილო და ეგეთ რაღაცები შეიძლება გეტყვი რაც არის ცუდი რაც ამძიმებს ერთ და იგივენაირად არის ხორცი დამზადებული ყველაზე ანუ კოჩის ყველაზე მავნებელი ტიპი რაც არის მანდ ცხელი ცხიმიანი ხორცია ვიღაცა შაურმაები დაფინანსებას გვიპირებენ შეჩერება რაც შეგვიძლია იმიტომ რომ შაურმა როცა ჩვეულებრივ სტანდარტულ შაურმაში ბევრი ნაკეცია სხვანაირი შემადგენლობა აქვს იმპულს და ფრეშ შაურმებში როგორც აკეთებენ ერთი ხვევა და თხელი და რბილია პიტას ტიპის პურია ბევრად უფრო მსუბუქია ეგ ერთი ხო სომხური ლავაშით არ კეთდება სხვანაირი იქვე აცხობენ რა იმას ეგ ერთი კიდე არის თვითონ соуსის ის არის შემადგენლობა სხვანაირი იქ როგორც წესი მაიონეზს და კეჩუპს უკეთებენ რაც ძალიან მძიმეა უფრო მსუბუქია რა ფრეშ ხო ფრეში მორჩა მეტი წიწაკით მაიონეზი ფრეშულად რო გააკეთო ის სტანდარტული შაურმა იგივენაირად გაგისწორდება ზუსტად. თან ის მევასება ის კომბოსტო. მეც მევასებ. ანუ იგივე ინგრედიენტები შეიძლება გავუკეთო იმას და იგივე არის. შეიძლება აქ კულინარიული შეკითხვა არის შემდეგიც, როგორი იქნება საუკეთესო სენდვიჩი? საუკეთესო სენდვიჩი ჩემი აზრით არის ნაყინის სენდვიჩი. ნაყინის სენდვიჩი. ოღონდ მე იცი რომელი მევასება, ორივე მხრიდან თეთრი რო არის. როგორი გენგბენგი ორი სენდვიჩი ბატონო. მეორე სენდვიჩი ხო რა. თონის პურში გაკეთებული ზაქის მწვადი გახსოვს ბახტრიანის სასახლეში რო იყო მაგას კეთილი მე ზაქის ხინკალი კი არა კარაკი ზაქის კოტლეტი ვჭამე მე პიზდეცი იყო კახური შოთი ანუ კახური შოთი სოფლის კარაკი მძაღე გემოთი მძაღე კისა და გუდის ყველი აი მაგაზე მაგარი სოფლი არა ცხელი რძე და ჭაჭა 70 გრადუსიანი ძეს დედა შევეც რაღაც ხელი რა რძე რა თქმა უნდა ჭაჭა და რძე რა შუა მოიცა იტამე მაინტერესებს აპონჩი ა მითხარი ცხელი რძე ასწორებს აყოლებენ ჭაჭას ჭაჭა ისე ვთქვი პროსტა მაგრამ იმ კარაკი ის თემასთან ერთად ძალიან მაგრა ასწორებს ხო არასდროს არ დამიგე
აირანი მოვა. დათას გაუსწრო. მაგ ერთად არ დამილევი. მე კომბინაცია არ გამიკეთებია. მორჩა თუ არ კიდე? არა, მორჩა. აიო. დასასრულს მივახო. უნდა ვცადო. ცხელიძე როგორც თქვენ ბუტერბროდთან არა. ცხელიძე დაგილებია საერთოდ. როგორ არა? ხო, აუდი ძალიან ხშირი, მაგრამ ეს ყველის გუდის ყოველთან და რაღაცასთან არ მიყოლებია. ხო? აი ჩაი როგორც ასწორებს, ცხელი ჩაი. შაქარაკიები ცოტა ცხელრძეს? მე უშვებოდი. ზგუშონი უხდება ძალიან. შეგიძლია უკრა ცოტა თბილის მუღამი გაქვს, შეგიძლია რომ უნდაც უშონი. ზგუშონი უხდება. იგივე რა სიტყვასთვისაა. აი, გავედით ხო ბოლოში? გავედით ბოლოში. მე მაგ ერთი რა ძალიან უნდა ქნა? ძირფასო მომხარებლებო. რა უნდა ქნა? მომხმარებლებთან მაგ ერთი კარგი რჩევა და მე გავაკეთე იმ დროს. ჩვენ ძველ ეპიზოდებს ჩავუძლებთ და მაგრად გაერთობით. და მაგ მუხტს და მაგ მუღამს დავაბრუნებ 26-დან. აი, პრინციპში ამ ეპიზოდიდან დავიწყეთ მაგის დაბრუნება რა. და მესამე სერია. შეგიძლიათ თქვენი იდეები ჩემ ბოდიში შეგაწყვეტეთ კი, მოვჩი. მაგას იძახთი. არა, მოვჩი კი იგივე მანდ თქვენი მივიდი. იდეები შეგიძლიათ შემოგვაშველოთ. რომელსაც არ გავიტვალისწინებ. შეგიძლიათ ტრაქში შეგვაყაროთ. კი, იდეები გვაინტერესებს. ხო, ხუმრობის გარშე. იდეები გაინტერესებს, მაგრამ საუკეთესო იდეის ავტორი დასაჩუქრდება 10 ფრისპინით, და რომელიც ამის ჩაირიცხება მოჩვენებით ბუკას ანგარიშზე, სადაც პაროლი არის. ეს იყო ბუნკერი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სამშაბათს. სამშაბათს